Remshidobisa ჩემო კარგებო, როგორც იქნა გამოიდა რა, როგორც იქ. აი, ვარდები კიდე იშლება აქ. ჩემთან. აი, ახალი კოკრები. კიდე. აი, ახლებია კიდე. ამდენი უამინდობის შემდეგ როგორც იქნა გამოიდა. ზევით უნდა ავიდე და მისალაგებელი მაქვს იქ. აი, ცოცხი. ზევიდან გადმოვიხედოთ. კაქტუსის კიდე საყვავილი აქვს ორი გამოღებული. ეჩა. ზერო უტყავს, მე თვითონ ვერ ვხედა. მეტი არ ჩანს არაფერი, დაბურული ერგლო ყველაფერი. ჩართულადი. ეს საერთოდ არ დამინა როგორ ხასრაშები. აქ ძაღლია მოდის წვება და ეს დასაჯდომი ვაი მინიალმა გაყარა. სქენი ეს რამ გააფუჭა არ ვიცი. არ და მორწყული მქონდა რა მოაჟრო. გავაგრძელებ ამას. აბა როგორ ხართ რა შვებით, ვაი მე კი ვეღარ გხედავთ. ხალხონა ვეღარ გხედავთ. აი რამ გააფუჭა ეს. შეხედეთ. არ გაშლიდა ასე სანძალაკები ვიტკიდე და ზოგი გახმა. არ ვიცი რა მოხდა. მე რა კაც ვერაფერს ვერ ვხედავ. ისე ურტყამს აი ასე კი ჩანს და ის კიდე ვერაფერს ვერ დღის შუქი. რა დაემართ მეტა ლაგინი რა მოაჟრო. ზეთ როგორ ხარ ხალხო რა შვებით. ხომხართ კარგად. შტობიან დღე ყველას უთქვენო დავლი ეყავა. ჭიქით. მე შელაპარაკე და მაშინ. რა უნდა და იცუდები მოვაცილოთ, არ ვარ დაწუდები როა. გახადა ეყავილი ასე მე არ ვიცი. შუასაც გააფუჭებს. მეტა მარტო ზანზალაკებივით უნდა გქონდეს ამას არ იშლება. მახსოვს შორშენ გაიშალა მგონია და. როგორ ხარ კრაშვებით ვაი მეწყვეტ. ეკავებ. ხომხართ კარგად. ჩამწერე გუში, მაგრამ არ დამიტვია, არ ვიცი გუშინდაც გადავამბავ პატარას, არ ვიცი. აი მე როგორ უყამს დღეს შუქი ვერაფერს ვერ ვხედავ. წარმოგიდგენიათ აქიდანაც უნდა უნათ. ხა კიდევ ვარ აქ ეს უნდა დავალაგო და ფიქრობ წყალერით ამოვიდამო. ეს თეთრი ბალბებიც წვალობს ვერ იშლება. ვიცი მე ამდეხას ბალბასაც არ მქონდა პრობლემა თეთრები თავისით გადახუჭებული იყო ნას დედოფლებს ვეძახთ. წითელი ჩემთან და ვარდისფერი ძალიან იგვიანებს და წელს არ ვიცი რას ის ნახეთ ამ ტენის მო. სუდი მოვაძრე. არ ვიცი ჩამოკარგება მე ვარძველებურად ახალი არაფერი არ ხდება. როგორც ვიყავი ისე ვარ.
საკი მინდა რომ კეთესობა იყოს ჩემს, მაგრამ არაფერი ისეთი. რა არიან წერები რა მოვიდა. საღლია მოდის აქ და ამ სკამზე წვება, ხან დაბლაწვება, ხან ამ სკამზე და იქნა ეჭვები იყოს. სასახვითი მასახავრობა წყალი მინდოდა ვედრით ამომეტანა იმას გაზდის ერთ. მეორეთი ვერ ამოვიდა მერანაირად. სარწყავი ბაკი მქონდა ერთი მითა მქონდა დიდი ბაკი ეს აღარ მქონდა. სკაფუშტა არ მქონდა არაფერი რა ით ამოვიტანო რაღაც ახალი სუფთავებად რომ ამოვიტანო განიბრაზები. იმას ვერ დავსწრი აქ საქმეს. რამე ჩაცვივაში გვეწვიან რამე და აქ უნდა ის თქმა წყალი მინდა მოსარწყავად მინდა ამ პლოშადს ეცოდა წყალი. რა ვიცი. ესეთი ამბები. კიდე ამის გამოძრობა უნდა იცოდების. არც კომენტარი მინახია თუ არა მე მოსული არ ვიცი. არც ველი არც ახალი. არაფერი არ ვიცი ჩემო კარგი. აი მოძრაობა. არას როგორც იქნა გამოვიდა ამდენი უშმური ამინდების მერ. ვერ გაიგებ წელს უგემური ის არის გაზაფხული. დილა საღამო მოიმატუნდა საღამოს განსაკუთრებით. აი ნასკი რო გეცოს ფეხზე არ შეგცინდე. ეს 4 დღე დარია, მე კიდე 4 დღე წვიმა, 3 თუ 4 დღე. მე ამ წვიმას უსიცივები მოყვება რაღაცნაირი, აი შემაწუხებელი სიგრილე კი არა. თუ მზია ძალიან ცხავს უაზრო, თუ არა რაღაცა სიცივე მოდის, გაწყვდება თუ არა რაღაცა ძალიან შემაწუხებელი სიცივე, სიგრილე მოყვება, რომელიც სიცივეში გადადის. ვარგესია მომნება. წელს არ არის კაი ზაფხული, ყველა იმას ამბობს. არ არის რაღაც ისეთი რომ უნდა იყოს. ერთი იყო ადრე ასეთი ზუსტად, ასეთი უგემური ამინდები. ერთი რამდენიმე წელს უკან იყო. წელს ააგირემ ასეთი. კოპიკი და ლიგინაც ვალეთ. ამას კი დავხვეტავ, მაგრამ თან გადავიყო. რაღაცების გამოცხობა მინდა ხოლმე რაღაცა ნამხარის პერუგის რამე და ეხლა იგი არ მაქვს. არც მაწონი მაქვს, არც არაჟანი. არაჟანი უნდა ვიყიდე ერთი პატარა ვიდროებში რო ორჯერ სამჯერ ხო გამომადგება. კაი. აი მე ხალხო ისე იგი არ ვიცი ახლა დილა არ არის მაინდა მას პირველი დაიწყებოდა. იგი ავდეკია და მაგრამ აი ისე იგი ეს ცხვირზე რაღაცა სურძოს მაგვარი ვერ მოვიცი. არ ვიცი რატო. ალერგია რა ვიცი და მაინდა-მაინც ალერგიული მე მას რაღაც ვიცი არ ვარ როდემდე უნდა მქონდეს არ ვიცი. ალერგია ეგეც რაზე მაქვს. რაღაცა გაციებული ვითომ ხარ და არადა გაციებული. წელს კოსმოს ყვავილები გაფუშტა, თავისით გაფუშტა რაღაცა, არ ვიცი რატო. ისევ შესაძლოა მაქვს ახლები. ერთი წითელი ბალბები ვერ ვიყიდე, სოდეს ვერ ვიყიდე. კერას სტაფილოსფერი შემხვდა და ისე წყლით მინდოდა შარშან შემხვდა და ვერ ვიყიდე. მერე ვეღარ ვსმარ. ყვავილში კერა და მესიმეში არ ყოფნის საჭმელში. ხალხო მე მგონი
ისრაელისა და ირანის იყო ხო? ირაყის იყო თუ ირანის? ომი. ისრაელი ირანი. მაგი ახლა ორი მერე ერთმანეთში არის. კარგად აღარ მახსოვს თავი დაუდა. რაღაცაში თანხმება მოხდა თითქოს. თანხმდნენ, ზავიდარდნენ. ხო და იმედია არ გაგრძელდება, თორემ მსოფლიოში ძალიან დიდი კრიზისი იქნება. მე პირველ რიგში საქართველოზე აისახება. ყველაფერი ხო საქართველოს უნდა აისახოს. მართლა დაგვიფაროს მესამე მსოფლიო ომისგან. რა გვეშველება. რა გვეშველება მე არ მე აქედან ნორმალურად კი ვერ ხედავ ან არ ეკლით მის დღის შუქის ის ეცემა, მე ძალიან გუნდოვნად ხედავ ჩემ თავსაც. თვალებს კიდეს ან არ ეკლით. რა ვიცი, ყოველთვის კარგად ვდებდი ამ ტელეფონზე და იმართ ახლა არ ვიცი. ეს ის მასალგენიც გაუფუშტა რაჯერს ყვავილებს მიარჩევს. რაც გამოსაცალი აქვს, ამას უნდა გამოვაცალო. მithქვამს სულს უფრო. Quando sou problemas roubar gentanis. Então ali era mordes. Sim, era mordes, eu também vou pôr. Rami chargui stavi mag. Am khelebi gaizarda isi. Lochunები. კიდე დამჩენია იცოდე. ამხელები. ამეები შეხედეთ. ამას კიდე იმხელა. ხელაზე წავიდა ეს კვარტირო, რა ვიცი. უშველებელს. და რამდენი შვილი ქონია მას გამოსარიდი. მე არ ვიცი. ნარდით ერთი მოყულია. რამდენი აღარ დამჩაგეთ. გადასაყრე. პარკი რამე მაინც ამომეტანა. მაგრამ რაღაცა საკაც იქნება მომნახ. რაღაცნაირ წელია წელს არა კაიце. იმედით კი ვარ, მაგრამ რა ის იმედი მაქვს არ ვიცი. სოფელში ვარ, ყველა უიმედოთ. ღმერთის იმედი გვაქვს, ღმერთის იმედი ნუ მომიშალოს ღმერთი. ადამიანების იმედი ნაკლებად. გულს გადგეს ადამიანები თორე. ჩემ მაყურებელზე არ მაქსალბა, ვინმე მის თავზე არ მიიღოს. არა ისე ღმერთის იმედი. კიდე ვერაფერს ვერ ნახავ სოფელში ეს სიტუაცია. ერთი მგონია ადრინდელ ვიდეოზე, მაშინ კი ვნახე, მაგრამ ავიზამე.
აი რო გახვიდე ვიმუშაო. მე ამდენი ხანია ვეძებ და ვერაფერი ვერ ვნახე. ვნახავ უკვე აღარა განცხადებას კი არა იღებენ დევს და დევს. უკვე აღარ გვინდა ავიყვან, თუ აღარ გვინდა ავიყვანე, ცოტა განცხადება კიდევს. სოფელში ფიზიკურად ვერ ნახავ სამუშაოსა და არაფერი. სადი იყო ფსიკები და ფსიკების შემოსევა. მანიპული გადავიძრა და გადავიძრე და ახალი წასულები მაინც იძრება, იმიტომ რომ სულ რაღაცას ხეხავ ხოლმეა, ხვაბიან რამეა გასახე. გაზის ყველა დღე უნდა ჩემთან გაწმენდ. ყველა დღე. დღეს არ ვიცი, აღარაფერს არ გავაკეთებ, ლობიო არის. ხმელობიოც არის გაკეთებული. პატარა აჯებსთან დაიმაგურშილები. შემორჩენილი არ. რა ვიცი, ჭადების დაწყობა შეიძლება მომიწიოს. აღარ შემიძლია ამ ჭადების წყობით კი დავიღალი, მაგრამ ძაღს ხო შეია. იმდენ პურს ძაღს ვერ შევაჭმებთ ახლა. ყველა პურს ვერ შევაჭმებთ, ერთი ბევრი არა გამომწვარი, ორი არის. ახლა ამ გამომწვარი პურს ის არ პლუსი რომ ნაკიდი პური უფრო ადვილად იჭმება, იმიტომ რომ არ არის როგორ გითხრათ ისეთი რა ბულკივითაა გამომწვარი და არ აქვს იმდენი ხვავი და ასე სახში გამომწვარი პურს ასე დიდი ოდენობით ვერ შეჭამ. იმას ისე შეჭამ, რომ ერთს ვიხდები ნაღიც და ამას ისე ვერა. ეს უფრო ეკონომიურია და კარგი, თან უფრო ადვილად განაღებს. სახში გამომწვარი თავისთავად გემრიელია, მაგრამ იმ ნაკიდი პურსაც თავისი პლუსია, რომ მაგათაც დაჭირი პურები ძალიან უცხოს რაღაცა და კაი ამისთვის გასაკეთებლად რა იყო ყველა იგი წერი ყველქანი მოფრინდა წვრილებთან შემომესი და კარგია მაგით მე ვიცი კარტოფილი შეიძლება შეცვლა მარჯვე და არა როცა ემდომებით ჩემს უნდა შევწამო. მოსაღები მექნები. მე დავიდა არას რა კონო ჩემთან ისმის აგერ გეგონება აქ არის. ეს მალინა მარი ვარდა ჩემთან არა თავიდანვე ეტყობოდა მომშღრალი იყო რაღაცა ძალიან ცოტა დამწიფდა და დიდად არა მალინა მბერი ვარდა რადიაცია თითქოს რადიაცია იყო დაფნას ხალხო ჩვენ დაფნა ხომ არა წვანია და ძალიან იშვიათად ჩამოდის იქიდან ყვითელი ფოთლები და ცვივა ძირში. მაგრამ წელს რო დიდი ოდენობით ცვივა, ასეთი არასდროს ყოფილა. უყვითდება ფოთლები და ცვივა და რადიაციას ბრალია იყო. აი ვერაუდივარ ამ ფოთლების ხვედას. ჯერ ისედაც ხევიდან ხო ცვივა და ახლა დაფნის ფოთლები დავიმა და უამრავი. რადიაცია რაღაც თავისებური. რადიაცია ყველაზე საზიანოა ადამიანებისთვისა და ხეხილისთვის საერთოდ დაფნასაც ამხუჭებს დააში. ლეთას და ონლაინ მაღაზიაში ვნახე ხილბოსტნეულის ეს ყვითელი ნესვის შემოსვლა. ნეტა საქართველოში მოყავენ თუ ეგ შემოტანილია. და კახეთის საზამთროთა ნესვი ყოფილა უკვე. აი ვიცი, პატარა ხილბოსტნეულის მაღაზია არის თბილისში სადღაცას. შეეძლო არ ვიცი, კარგად არ მახსოვს. ეგ დებს ხოლმე ონლაინ მაღაზია დებს, რომ ხალხმა შეუკვეთოს ონლაინ და
თბილისის მასშტაბით ყოფილა უფასო მიტანა, ისეთი კაი ბლები აქვს, ისეთი კაი ხილი აქვს, ბოსტნეულობა აქვს, რომ არ ვიცი მართლა თვალს მოგჭირს. საზამთროები დაამატა. მე მომეწონა იქ რო ვიყო კი შეუკვეთავდი, ნამდვილად სახში უფასოა მიტანაო. ჩვენთან არ ვიცი რომ თუ ჩამოიტანეს საერთოდ კახეთის საზამთროს. აქაცაც ბევრი თესავს. საკითხის. აქ მოყანილი დიდათ არა აქ. მეზობელ სოფლებში ვიყავთ. მოკლედ ასე და გეტრა ხმაურია ყველა მხრიდან რაღაცა ხმაური მოდის. ერთი რომ არ ვნახო რამე, მას ყვავილებს გამხმარი არ არსებობს. კოფე კაია, მაგრამ მავნებელია, ყავის დალევაც. გუშინ მესამე ჭიქა მინდოდა, მაგრამ არ დამილები. მოგჭიქასვამ დღეში, ხა მე როვსვამ პატარა ჭიქები და რა ვიცი მე. სახეს გამონაყარი ვერ მოვიშორ. ახლა ის სამჯერ ოთხში უნდა გავიწმინდო დღეში ეს სახე წამლით. სახეზე რო ვერ ამოვიდა, აქ ამომაყარა. ამაში. რისიბრალია ვერ გამიგე, მიგზიათ მე არ მიჯამიებს ეს უძი და აღარ მიჯამია საერთოდ. მიგზიანები არ მაქვს თავისთავად, ნიკოზი არ მაგდა ნიკოში ვერაფერს ვერ ვაკეთებ. რისიბრალია ვერ გამიგე. წარეს არ ვჭამ, წარე მაციცის, ცხარე მაციცის. ყავას ბევრს არ ვსვამ, ყავა მაციცის და იმ შოკოლადე მავდა. შოკოლადები მე არ მაქვს ყველა ადრე. ყავა და შოკოლადები მე არ მაქვს ყველა. ერთი ყავას ვსვამ ჭიქას ხო. მაგირას მისავს. ერდავანებია მყავის დალებას თავისი და ნერვოზი მაქვს და ის მაქვს. და ყავასაც რომ დავანებო თავი, რა ვიცი მე. გავაფრენა მას. რაზე გადავაყოლო გულიდან ნერვები. მაინც ვერ დავანებე ყავს თავი. ნალექიანი მიყვარს ძალიან, ნალექოს ია ვარ მოყვარული. ძალიან რო გამიჭირდა კი ვიყიდე, მაგრამ არ მომწონს და რა ვქნა. ძალიან გაჭირვებისაა მაგით ჩემი. მაინც ჩემი იდი არ არის ნალექო ყავს ჩემი. ჩემი არ არის ჩემთვის არის კაი ნალექია. არა გემრიელი ნალექიანი ყველანაირს ვერ ვსვამ. საშინელი ყავები მოდის საქართველოში. მე საზღვარგარეთთან გამგზავრული ყავა ძალიან მეწონა რა ვქნა. თუ არ მომეწონა დავლებო მაჩუქენ, მე დავლებო. ჩვენ არც ეც არ მოგვეწონა. ნალექიანი იყო ხონდა პაჭკის და ვერ დავლიეთ. გემრიელი თუ არ იქნა ვერ დავლიეთ. აქ შემიძლია ძალით ვერ დავლიეთ, მავნერაც არის და შენი ორგანიზმი არ ღებულობს შენთვის რასაც არ ღებულობს ორგანიზმი ის არ ვარ. იმას ძალით ვერ ჩაისხ. შენთვის დაიდო მე იმასაც ჩუქნიდან და მეც მაძლევდა. ხოდა ვერ ვსვამთ მაგ ყავას მეთქი და არ მიდა. სხვას მიევისაც მოწონს. რამდენი მოვიდა კიდევ კაი დავჭიქი ხანი ყველაფერი ხანი მოფრინდა. პატარა იგი ბუზები გამჭკილებია.
კანჭიქა. კიდე მაგა რაღაცებია მოსატანი. მე კარგად მოგდასაწმენდი. ტილო და მავეც და მაგიზისი. სველი თუნა დავწევში რა გადაწმენდა არ ყოფნის. ისე ქოთნები მიდევს. ავიც ემალსის სიასხი ამას გიგონება დაკრეფილი ამას აკრეფი ასე ისე ცოტა ასკი ერთი ბედრო თუ გამოვიდა დიდი ამბავი ერთი სული მაგახა ეს დაახვეთ აბა დაბალავი დალაგებაზე გულის გადატანება ვიცი რაღაცა გულს ვაყოლებ ყურებაზე რა თქმა უნდა რამეს ყურებ აი რაღაცებს ვაყოლებ დალაგება ზოგჯერ ხასიათზე უნდა ვიყო რაღაც ძალით კი არ უნდა დავალაგო თუ ძალით ვალაგებ მაშინ არა ნერვები პირიქით ამეშლება. ვარ რო ძალიან არის ხოლმე რაღაც ისეთ ხასიათზე ხარ რომ გინდა რომ ყველაფერი გააკეთო და დაალაგო. ისეთ იმაზე ხარ მოსულ ენერგიას. იმაზე რა არ მესმის იცი და მიყვეს ხალხი მე ძალიან გაოცებული ვარ იმიტომ არ ვიცოდი TikTok-ზე საერთოდ რა ხდებოდა რანაირი ვიდეოები დებოდა რას თხოვნილობდა რომ ესმოდა რა ყველას ვამართლებდი არ ვიცოდი არაფერი და იმიტომ როგორ ადამიანს არ გავამართლებ მაგალითად არის ახალგაზრდა ვიდეოები და ყველა დღე ხოლმე დახმარების. ამ და ხალხის ჩარიცხული რაღაცა თითო აპიკით ცხოვრობს თითო და ხო ზოგი ლაცური ცხადა ზოგი მეც ვისაც აქ და ზოგი ადღე რომ ვერ ჩაურიცხა თვითონაც ამას ამბობენ რომ არის ჩარიცხული არ აქვს მაგრამ ერთი ადამიანი ნახე ისეთი რომ 24/7 აგინებს ყველას კარგის სურვილს ხუდის სურვილს ჩამრიცხველს არა ჩამრიცხველს წყევლის აი იმ ადამიანის თავში ჩამახედა. ან იმ ხალხის თავში რომ ასეთ ვაზრო ადამიანს ეხმარება მიუხედავად იმისა რომ კაცი არ ადგანა და არ იგინება ასე. ის გოგო რასაც იძახს, ის ერთი ნორმალური თუ საზღვარგარეთში და კიდე ქართველებს აკეთხოს და იმას. და იმას ჩარიცხვის ფულის. იწევლება, იგინება ისე რომ რა ვიცი, ბარაური კაცი ვერ დაუდგება. კაცის ვიდეო არ შემოგვიძრია რომ ვინმეს ასე იმას უნდა განუსაზღვრელად არაფრის გულისთვის აგინებდეს. ესეთი ხალხი საერთოდ ნორმალური თუ მაგას როგორ ურიცხა. ეგ იქნება მარტო არა ადამიანი რომ თუ რაღაცას პრობლემა აქვს, თვითონ ისე და ასე შედარებულ ან ღმერთის არეშინია. საერთოდ საერთოდ სად გაიზარდეს ხალხი. არა აქვს მნიშვნელობა რა იმაში გამოხვალ კაცო TikTok-ში იქნები Facebook-ზე თუ YouTube-ზე. ყველაფრის უფლება აქვს გონია და ყველაფერი მოსულო და შეიძლება. რა ვიცი ამნაირი რამე არ მინახე და ხალხს ასეთი ადამიანები როგორ უყვარს. ძალიან მაუცებს ეს ხალხი. მე მასეთ ადამიანს ვერაფერში ვერ დავეთანხმები. იმიტომ რომ ეგ არის ზე უზრდელი
ხალხედი, უთავმოყვარელი ადამიანი, რომელიც არც მის თავს ცემს პატივს, არც იმ ხალხს ცემს პატივს, მის მაყურებელს და არც იმას, ვისაც ეხმარება და მართლა მის ნაშრომს და უკანასკნელი თეთრს მისთვის იღებენ. ან ამ ხალხს ყველა დღე სად უწყვია ასე ფული, რომ ყველა დღე ურიცხო და თუ არ ჩაურიცხავ იმას, როდესაც ასეთი პრეტენზია აქვს, რა თუ არ ჩამირიცხავ, შენ არ ეუბნებიან, რომ შენ მე არ გამოგიწერე, შენ არ იქნები ჩემი შენ არ გინდა ჩვენთვის კარგი იქნება ადამიანს არა აქვს ზოგს ასეთი რაღაცა ნათქვამი და რო შემთხვედრია შემთხვევით ეს გოგო ხო რაღაცა საშინელი მოვლენაა და დანარჩენსაც ასეთი ის აქვს პრეტენზიები მე არ ვიცი გაკურებული ყველა დღე ახლა კი ბატონო შეიძლება ერთხელ ჩაგერიცხოს რაღაცა მაგრამ ყველა დღე ისუდებს ასე უძიროთ ხუდი რომ თელმა საზოგადოებამ ყველა დღე ამდენი ხალხი არჩიებს, იმდენი ითხოვს ყოველდღურად ფულის ჩარიცხოს, რომ ასე გაგვაქვს თავი, კი ბატონო მარტო ხელადებებიც არიან, ისე დედებიც არიან, ასეც, მაგრამ რა ვიცი, ახლა საზღვარგარეთ თუ ხარ, ხო უნდა იმუშაო, კაი ბატონო, საქართველოში იტყვი, მაინც სამუშაო არაა და ვერაფერს ვერ ვშოვი. კიდე იქიდან როგორ უნდა დაავალო სხვა, მე არ ვიცი. და ასე უძრდელად თან იმ ადამიანებს პატივს არ სცემს, ვინც ურიცხავს 24/7-ზე ყველას წევრის, 24/7-ზე ყველას აგინებს. მე არ ვიცი რა, დღესთვის არის შინაურ ადამიანს, როგორ იქნება საქმე კარგად. იმ ადამიანს მე არ ვიცი. და მისაბრალის ამნაირი მე გაუცებული ვარ, ამნაირი ადამიანების ნახველი მართლა არ ვარ. გაუცებული ვარ, არ ვიცოდი ასეთი რამე თუ იყო. ვაკეთებ და ვინმე ასეთი რამეს, ეგ არის უზრდელობა. შეურაცხყოფას რომ არ აყენებს არავინ, ისეთებსაც ყველას ერთი მასში მოაქცევს ხოლმე. აი მე არ ვიცი. სულ არ უთხრა მართლა ცუდი და მასეთი სიტყვებს რო იძახის ადამიანი 24 საათის განმავლობაში იმისკენ გული არც გამიწევს და არც შევხედავ და არც მივახჩევ ყურადღებას, იმიტომ რომ არ არის ღირსი. ეგ არის ესეთი ადამიანები მართლმაბადი და სიმართლე ეს არის, ვისაც უნდა პირდაპირ სიმართლის თქმა და არა მოხვეული და თქმა მე რადგან როცა რომ უწოდებ იმას კარგი ვარო, ეგ არ არის სწორი. ესეთი ადამიანები არიან ბოროტები. და ცუდი ენერგიის მატარებლები და სხვასაც ცუდ ენერგიას უგზავნიან მის კეთილებს სურვილებსაც კი დაში. რა ვიცი. ეს ხალხი სულ წავიდა ხელით. ჯერ ისედაც ხო სოციალურ ქსელებში ყირაზე დგანან, ახლა ყველაფერს ქალები კაცებზე მეტად იგინებიან, იმიტომ რომ გონიათ რომ მოსულა. არ არის მას. ყველაფერი მოსულა. მე არ ვეთანხმები მაგას. შეიძლება ვიღაცა მართლა მოგაყენოს შეურაცხყოფა დაუმსახურებლად და გეწკენოს და რაღაცა, მაგრამ იაბლოკო ჯობია ვიდრე პირი დაიბინძურო და სული მაგ ბინძურის სიტყვებით. იმან კი ბატონო შეიძლება მაინც დააშავა, მაგრამ შენ უფრო ცუდად ჩახარო, ასე 24 საათი ასე ბილწის სიტყვებს ახალგაზრდა გოგო ისურვით. უფრო მეტი ცუდი ეგ არ გამოჩნდება, თან იწევლება კიდე, თან იგინება. არის კიდე სხვადასხვა ადამიანების შემოხდა, ვიღაცებს დაებლოკათ, არ ვიცი რატომ, შეიძლება მაგიტომ, არ ვიცი, მე TikTok-ზე როგორ ხდება რანაირად, არ ვიცი რაღაცები. ნამდვილად, იმიტომ რომ ახალი ვარ და აი ხალხი საუკუნეა შიქსის, მთელი დღე და ღამე შიქსია. რა დროსაც არ უნდა შეხედე შიგარი. ალბათ რაღაცა ვიდეოები იმას პირდაპირ ლაივებსაც ააღებათ რაღაცა დანიშნულება და ერიცხებათ ალბათ რაღაცა, არ ვიცი, მე არ ვიცი როგორ ხდება. პრობლემად უნდა ხوار იქნება და პლუს ამას ხალხის ხალხზე ცხოვრობ. ისეთ ადამიანისგან გაგიწევს გული და დაიხმარები მართლა, აი საზოგადოებას პატივს როც პირიქით არ უნდა ასე პატივი საზოგადოებას გული არ უნდა მოიგო ხალხი ის. თუ 24/7-ზე წყევლო დააგინო, მე ამნაირად არ გამიგია. ანი ის ხალხი როგორ ურიცხავს მართლა არ მესმის. ასეთ ადამიანს. ყველას მისი აზრი აქვს, მაგრამ ყველას ასე ერთნაირი აზრზე როგორ არის რომ ასეთ ადამიანს პატივს სცემი. და რა მე შველება მყავს მე არ ვიცი.
ყველას მის საქმეში გაუმარჯოს ღმერთმა, მაგრამ უბრალოდ ჩემი განმასახედიდან ასეთი მცდელური მიმართვა საზოგადოების მიმართ არ არის სწორი. რაც უნდა ისქნას. ღმერთი იყურება ზევიდან. მე რეიტყვის ღმერთო რატო ვარო ის ადამიანი ძახს ასეო. როგორ იქნები კაცო კარგად, არავის პატივს არცენ. 24-7 იწყებლები და იგინები. როგორ გექნება საქმე კარგად. ինչ გეხმარება კიდე იმასაც აგინებს და წევრის და რა ვიცი, მე ასეთ ადამიანს ეგ არის რაც ეში მაგის მოციქული. უდეგანი რიტო, არც მე არ უყურებ მაგას ერთხელ ერთ და იგივე სიტუაცია რომ ნახე და ყველა იმას იძახის და ეს გოგო ასეთია შემოხდეს ყველანაირად განურჩევლად ყველას ასე იმაში და არც უყურებ, მაშინ მაინტერესებს. ცუდი აურის მატარებელი და მე რაღაცა ბოროტი ადამიანები არ მიყვარს, უყურს ეგეთი ბოროტი ადამიანები. მე არ მიყვარს და რა ვქნა. უზდელი და ბოროტი ადამიანები უყვარს და მაგას ჩემენ პატივს ეგ გონია ყველაფერი. ეგ არის თავხედობა. მაგნაირ რამდენია იქნიცის კი. და ხა საზოგადოებაც როქეზებს, მასეთებს მიდი, მიაწექი მაგარი გოგო ხარ. და იმასაც კიდე პირდაღებული აქვს. რამდენიმე არის ასეთი და იგინებიან 24-7. იმ საზოგადოების თავში ჩამახედა. ასე ყველა იქნება. იმას რა ენაღლებ სხვა თუ არ ჩეს ყველა დღე თანების მაგრამ მადლობა უთხრას და ლოცვას იმას შუა ყველას უზრდელად იქცე გადასაცილებელი იყო და ვიცი რომელიც გადამიცილდება იმას ვიშორებ საწიწონი არ მაქვს რამდენი ხანი პოლიტიკს რა მოვხებ არ ვიცი ჩემი ბალბას დარდი მაქვს აგენიც არ გამიფუშტეს ჩემი დედოფლები თეთრი და წითელი დედოფლები მყავს მე მაგრამ წელს რაღაცა ზარმაცობენ გაშლას 17-ზე ყოფილი ვაიმე ბევრზე არ ავიდეთ არა მე უჭერს დადება ახლა აქ ვიწერა მიდეოს მე ჩავალ დაბა და იმას ისე აი ერთება თორე ეს ინტერნეტი გარეთ არ იჭერს ერთი ორი თახში იჭერს დაბლა სხვაგან არსად ან კაკალთა რო დავიდე ან აქ ან სადმე არსად არ იჭერს ეს ინტერნეტი უბრალოდ ეს ჩავწერ და მე ოთახში დავდება რო აიჭერდეს თორე არაფერ თავშია ეს რამე იქნება კარგი დავწავედ ჩემო კარგი ბოლომდე ხანი არ მოვსულა და მიკროფონი ჩავწერო მეტი და ვერ მოვაღწიე აქამდე და მშვიდობები თახლობ მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას და რა ვიცი ყველაფერს საუკეთესო ქვეყანაზე თავარია მშვიდობა იყოს ღმერთმა დაგუხაროს მესამე მსოფლიო ომის აბა დროებით შეხვედრამდე ჩემო კარგი ბო Κάτι κάβετε.